გაქვს ნეგატიური ფიქრები, გაწუხებს და არ იცი როგორ გავუმკლავდე? მე ვარ ტასო გეგია, შემოგთავაზებ წარმოსახვით ფსიქოლოგიურ სავარჯიშოს, რომლის დახმარებითაც გაგიაძულდება ნეგატიურ ფიქრებთან გამკლავება. და დაგჭირდება ამ სავარჯიშოს შესასრულებლად. დრო 20 წუთი, 7 გარემო და სიჩუმე, მარტო ყოფნა, ასევე დაგჭირდება ქაღალდი, ფანქრები და ტაიმერი. ახლა კი მოდი გადავიდეთ სავარჯიშოს შესრულებაზე. გაითვალისწინე, რომ თვითონ სავარჯიშოს კეთების დროს დიდი ალბათობით ნეგატიური ფიქრები იქნება. არ ეცადო მათ მოშორებას, გაგდებას, გაჩერებას. იყვნენ თავისთვის. პარალელურ რეჟიმში შენ შეასრულე ეს სავარჯიშო, რასაც ახლა დავიწყებთ. დახატე სივრცე, აი ასე, რომ სამი განყოფილება ჰქონდეს. შუა სივრცეში წარმოიდგინე შენი თავი და დახატე სიმბოლო რაიმე, რაც გამოხატავს შენს თავს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, ჩემ შემთხვევაში ეს არის ხე. მარჯვენა სივრცეში არის დადებითი ფიქრების ადგილი. დახატე შენი დადებითი ფიქრების სიმბოლოებით. მარცხენა სივრცეში კი დახატე ნეგატიური ფიქრების სიმბოლოები. სავარჯიშოს პირველი ნაწილი. ახლა როცა ყველაფერი ეს დახატე, აიღე ტაიმერი, დანიშნე 5 წუთი. წარმოსახვით ფოკუსში მოაქცე შენი საკუთარი თავი, რომელიც ხატია შუაში. დააკვირდი და იგრძენი როგორი ხარ შენ, თქვათ როგორი ხე ვარ, როგორი ფოთლები მაქვს, როგორი ტანი მაქვს, ფესვები და ასე შემდეგ. და პირველ პირში ეს გააჟღერე ხმამაღლა. მეორე საფეხური არის რომ წარმოიდგინო ის ორი ხაზი, რომელიც ყოფს შენ საკუთარ თავს მარჯვენა და მარცხენა სივრციდან. წარმოსახვით უვლი აი ამ ორ საზღვარს. ერთს მარცხენას, მეორეს მარჯვენას. ისე რომ ისინი ხდებიან მკვეთრი, მძლავრი და მოქნილი. ახლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე. წარმოსახვით სავარჯიშოს მეორე ნაწილი ასეთია. ამ შემთხვევაში ფოკუსში და ყურადღების ზონაში აქცევ მთლიანად მარცხენა მხარეს არსებულ ნეგატიურ სიმბოლოებს. აკვირდები მათ, აღწერ, გრძნობ. 5 წუთი გაქვს დანიშნული ტაიმერზე და მთელი შენი არსებით, მთელი შენი ფოკუსისა და კონცენტრაციის უნარით აკვირდები ნეგატიურ ფიქრებს. ახლა ისინი არიან მთავარი დაკვირვების საგანი, უსმენ, იღებ მათ და ხარ მათთან ერთად. წარმოსახვის გარდა ხელით შეეხე შენს ნახატს, რომელზეც მარცხენა მხარეს ხატია ნეგატივი. მესამე ნაწილში ისევ დაინიშნავ 5 წუთს და იგივე სავარჯიშოს, რაც აღწერეთ მარცხენა მხარეს და შუაში, ახორციელებ მარჯვენა მხარეს შენს დადებით ფიქრებსა და განცდებზე. კომენტარებში გამიზიარე, როგორ ჩაიარა სავარჯიშო შენთვის, რას გრძნობ ახლა და რა მოგცა ახალი ამ სავარჯიშოს გაკეთებამ.